მუსიკის ფსოდის ბატონი გულბატ ტორაძის სიტყვები მინდა მოვიყვანო ის იმეორებს ხოლმე ხშირად ესეთ ფრაზას რომ ესე იგი როგორც არ შეიქმნება ახალი სვეტი ცხოველი არ შეიქმნება მეორე ახალი ვეფხისტყაოსანი ისე არ დაიწერება მეორე ახალი აბესალობდა ეთერი ამით იმის თქმა მინდა მეც ესე იგი ხაზგასმა რომ ესე იგი ასეთ რანგში მოიაზრება ზაქარია ფალიაშვილი და მისი შემოქმედება ქართული ხალხის ეს კულტურულ ცხოვრებაში და საერთოდ საქართველოს ისტორიაში ყველა კუთხე აქვს ზაქარიას შემოვლილი ამ ფონოგრაფით და იწერდა სიმღერებს და იცით როგორი არის ეს ფონოგრაფით რო ჩაიწერდა ის სიმღერებს მისი მოსმენა შეიძლებოდა ორჯერ ან მაქსიმუმ სამჯერ მე იშლებოდა ეს ყველაფერი და ზაქარია როდესაც იწერდა ხალხურ სიმღერებს 300-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა აქვს ჩაწერილი ამ ფონოგრაფით შემდგომ ყველაფერი გადმოქონდა ნოტებზე და ეს იცით რამდენად საინტერესო ფაქტი არის თუ იქამდე ქართული ხალხური შემოქმედება თაობიდან თაობას აი ეს ზეპირმეტყველებით თუ შეიძლება ასე ვთქვათ ესე გადადიოდა ზაქარიამ ის უდიდესი საქმე გააკეთა რომ მან ეს ყველაფერი დაიწყო ნოტებზე გადმოტანა და უკვე პროფესიონალურ დონეზე შეგვეძლო ქართული ხალხური სიმღერის სწავლა